300-ზე მეტი პირი მოინახულეს ჩვენმა ადვოკატებმა, ქსელის წევრი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იზოლატორებში და რასაკვირველია, შემდგომ უკვე იმ ადამიანების საქმეებიც გაგრძელდა სასამართლოში ჩვენი მონაწილეობით, ვის საქმეებიც უკვე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ. ადვოკატების მიერ მონახულებულ პირთაგან უმრავლესობა მიუთითებდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, მათ ნაწილს აღენიშნებოდა ძალიან მძიმე დაზიანებები, მათ შორის ასეთი ადამიანები დაზიანებებით იმყოფებოდნენ სასამართლოს დარბაზებშიც. აღნიშნულზე საუბრობს მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველი, რომ ძალიან ბევრ დაკავებულს, რომლებიც მათაც მოინახულეს იზოლატორში, ჰქონდა დაზიანებები, თუმცა ამ დაზიანებების მნიშვნელობის და ამ დაზიანებების სიმძიმის მიუხედავად, ჯერჯერობით ამ დრომდე საპოლიციო ძალების არც ერთი წარმომადგენელი არ არის დასჯილი. დაკავებულების საქმეები ყოველდღიურად განიხილება ამ სასამართლოში. ამ დროისთვის დასრულებულია 114 პირის სასამართლო პროცესი, დანარჩენებთან მიმართებით კი ყოველდღიურად ჩვენი სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები მურიგეობენ სასამართლოში და ყველა ადამიანს, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება, ვისაც ადვოკატის დახმარება სჭირდება, ვეხმარებით და ვუწევთ მათ წარმომადგენლობას სასამართლოს ხდომებზე. 300-მდე საქმე დაახლოებით შემიძლია გითხრათ, ბუნებრივია ეს ციფრი კვლავ არის განსახილველი. დაკავებულთა ნაწილი ხელწერილით გაათავისუფლეს იზოლატორებიდან და მათი საქმეები შეიძლება 4 თვის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ჩაინიშნოს სასამართლოს ხდომებზე, ისევე როგორც დანარჩენი დაკავებულების საქმეები, რომლებიც იზოლატორებიდან გაათავისუფლეს 48 საათის ან 24 საათის გასვლის შემდგომ. პოლიცია დაკავებულებს ედავებოდა წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ან პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ეს არის ის სტანდარტული, ასე ვთქვათ, ბრალდებები, რომლებიც არის ხოლმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებში. იმ საქმეთა შორის, რომლებიც სასამართლომ უკვე განიხილა, ერთეული გამონაკლისების გარდა ყველა ადამიანი იქნა ცნობილი სამართალდამრღვევად, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და გამოყენებულია მათ მიმართ საკმაოდ მძიმე სანქციები. ეს სანქციები არის მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც 114-დან 42 პირს შეეფარდა. გარდა ამისა, დაჯარიმდა 63 ადამიანი და ჯარიმების ოდენობა მერყეობს 2000-დან 3000 ლარამდე დაახლოებით და ამასთან შენიშვნა გამოეცხადა მხოლოდ 10-მდე ადამიანს ამ 114 დაკავებულიდან. შესაბამისად, ეს ყველაფერი ცხადყოფს იმას, რომ სასამართლო იყენებს საკმაოდ მაღალ სანქციებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი პირებისთვის.